კონკრეტული მაღალჩინოსნების გასამართლებისთვის რომ ემზადება ქართული ოცნება, ეს ვარაუდი დაამტკიცა კიდეც დღეს თეა წულუკიანმა, რომელმაც კომენტარის დროს ერთის მხრივ თქვა, რომ ეს საგამოძიებო კომისია ემსახურება წინა ხელისუფლების საქმიანობის შეფასებას და ეს არის მათი გაცხადებული მიზანი, თუმცა შემდგომ თქვა, რომ თუ კი საკმარისი და შესაბამისი მტკიცებულებები ან მასალა მოგროვდება, შესაძლოა ამ ყველაფერს ჰქონდეს სამართლებრივი გაგრძელებაც და მას აქცენტი აქვს აგვისტოს ომზე. დღეს თეა წულუკიანი ისევ იმეორებდა რუსულ პროპაგანდას, ამბობდა, რომ სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი იყო დამნაშავე ადამიანების ჩახოცვაში და წინა ხელისუფლებას ჰქონდა მისი პასუხისმგებლობა აგვისტოს ომზე. ბუნებრივია ჩვენ დავსვით კითხვა, როცა დასრულებულია საქმე საერთაშორისო სასამართლოში და დადგენილია ერთადერთი დამნაშავე რუსეთი, საქართველოში კონკრეტული პირების გასამართლება არის თუ არა რუსეთის ინტერესში ან ზოგადად ვისი ინტერესში შეიძლება იყოს ახლა ეს საკითხი. წულუკიანი ამბობს, რომ ეს ქართული საქმეა რეალურად, ის იმეორებს ისევ, რომ ეს არის პოლიტიკური შეფასების საგანი, რომ საჭიროა უფრო მეტი იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, თუმცა აქ საინტერესოა ის, რომ ის ცდილობს ჯარი და მთავარსარდალი ერთმანეთისგან გამიჯნოს. ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ ჯარის გამართლებისთვის ყველაფერი გააკეთა საერთაშორისო სასამართლოში, თუმცა რაც შეეხება მთავარსარდალს, ასე არ მოიხსენიებს მიხეილ სააკაშვილს, ამბობს, რომ პოლიტიკური ელიტა არსებობდა, რომელიც ამ პროცესში იყო პასუხისმგებელი ქვეყნის შიგნით და მათ მიმართ აქვთ ყველაზე მეტი კითხვა. შეძლო თუ არა ამ ომის თავიდან არიდება, ამაში რომელიმე გამოკითხულმა დაარწმუნა თუ არა თეა წულუკიანი, ეს კითხვაც დავსვით. კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბევრი რამ თქვეს დღეს გამოკითხვაზე მყოფმა პირებმა და კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ომის საფრთხე წინა ხელისუფლებას მისი მტკიცებით წინასწარ უნდა ეკრძნა. ჩვენ მივადექით პოლიტიკური თანამდებობის პირებს და ვეძებთ იმ პირებს, ვინ არიან ისინი, ვინც იყო ეგრეთ წოდებული, როგორც დღესაც გაიჟღერა, პოლიტიკური ელიტა. იყო გარკვეული ჯგუფი, პოლიტელიტა, ეგრეთ წოდებული, რომელსაც ელიტის არაფერი არ გააჩნდა, ხროვა რეალურად პოლიტიკური, რომელშიც რამდენიმე ბიჭი სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ძირითადად ღამღამობით ჩაიკეტებოდა და იღებდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ისე რომ როგორც დღეს ეს დადასტურდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრიც კი ამ შემთხვევაში ბატონი ზურაბ ნოღაიდელი ბოლომდე არ იყო საქმის კურსში, რბილად რომ თქვათ, რა ხდებოდა. რაც შეეხება რუსეთთან სიმართლის მტკიცებას, ქართული ოცნების ხელისუფლებამ რუსეთთან ქართული სიმართლე უკვე დაამტკიცა საერთაშორისო სასამართლო დონეზე, რაც არ გააკეთა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა. ეს პასუხისმგებლობა მაშინდელი რეჟიმის, რომ არავითარი სამოქალაქო თავდაცვა და არავითარი შეტყობინება და ევაკუაციის გეგმა არ არსებობდა და ჩვენ უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო განზრახ გაკეთებულიც, რომ შემდეგ სააკაშვილს სალაპარაკოდ ქონოდა, რომ იქ დაუხოცეს საქართველოს სამოქალაქო მოსახლეობა, რაც ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად უნდა აეცილებინა თუ შეეძლო თუ არა მას თავიდან აეცილებინა ეს ყოველივე, გაწირავდა ხოლმე საკუთარ ჯარისკაცს, გაწირავდა ხოლმე საკუთარ სამოქალაქო პირს. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, რომ მტკიცებულებები უბრალოდ მოვაგროვოთ, შესაბამისი პირები გამოვკითხოთ და დასკვნა დავდოთ კომისიამ ისეთი რის საფუძველზე შემდგომ იმსჯელებს შესაბამისი უწყება, რომ საერთოდ უნდა არსებობდეს თუ არა სამართლებრივად კოლექტიური ნაცმოძრაობა. ბუნებრივია აგვისტოს ომის თემის გაცოცხლება ქართულ ოცნებას ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივით სურს, თუმცა ამ პროცესში ვინც არ გამოცხადდა დღეს ხდომაზე და ვინც ამ პროცესს აკვირდება, ამბობს, რომ ეს რუსული ინტერესია, რადგან აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომ დამნაშავე მხოლოდ არის რუსეთი, ეს საერთაშორისო სასამართლოებმა საკუთარი საბოლოო დასკვნებით დაადასტურეს, ესვე დაადასტურა ქვეყანაში მოქმედმა საპარლამენტო დროებითმა კომისიამ, თუმცა დღეს ქართული ოცნება მაინც იძიებს ამ საქმეს და სავარაუდოდ კონკრეტული პირების გასამართლებით დასრულდება ეს პროცესი. დღეს არ დასრულებულა ყოველ შემთხვევაში კომისიის ხდომა. წულუკიანმა დაანონსა, რომ ხვალგენერლები იქნებიან დაბარებული გამოკითხვაზე და ჩვენ არ ვიცით ხვალინდელი პროცესი როგორ ჩაიგდეს.